ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი პროექტი დღეიდან საყოველთაო დაზღვევა ამოქმედა. სადაზღვევო პაკეტით ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში დაზღვევის გარეშე ცხოვრობდნენ. Პირველ ეტაპზე პროგრამა ამბულატორიულ და გადაუდებელ მომსახურებას მოიცავს, თუმცა ზაფხულიდან პროექტი უფრო მასშტაბური გახდება. ვისა გავრცელდება დაზღვევა, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასაკი 6-დან 60 წლამდე და აუცილებელი პირობა. თქვენ არ უნდა იყოთ დაზღვეული. თუ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, დღეიდან საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ისარგებლებთ. პროგრამის ამოქმედებამ პირველივე დღეს სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეების რიგი დააყენა. მე და ჩემი შვილები მოვედით აქ, გავიარეთ კონსულტაციები, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან საჭირო იყო, ძალიან აუცილებელი იყო. არ ცველოდი მართლა, ამდენი ხალხი თუ მოგვაკითხავდა დღეს, როგორც ჩანს, მოლოდინი დიდი იყო და საკმაოდ დიდი იყო ნაკადის. სადაზღვევო პაკეტით პაციენტი სარგებლობს ოჯახის ექიმის, მინიმალური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით, ასევე გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებით. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ლიმიტი 15,000 ლარით განისაზღვრება. არ შეეხება სტუდენტებს, იმიტომ რომ მათზე ცალკე დაზღვევა ვრცელდება, არ შეეხება სოციალურად დაუცველებს, იმიტომ რომ ასევე მათზე ცალკე დაზღვევა ვრცელდება და არ შეეხება პედაგოგებს, რამე თუ ისინიც მონაწილეობენ დაზღვევაში. საკმარისი მეტი რესურსი არის პოლიკლინიკებში და ამბულატორიებში, რომ პაციენტების გაზრდილი ნაკადი მიიღონ. კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის მთავარი პრობლემა ჰოსპიტალურ სექტორში ჩადებული 200 მილიონიანი ინვესტიცია და კომპანიებს შორის შესაძლო კონკურენცია. დიდ ცვლილებას და რაღაცა დარტყმას ჩვენ არ ველით, თუმცა აქ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი კომპანიებმა, რომლებიც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ჩვენ, არ დაზარალდეს იმ ინვესტორების ინტერესი, ეს იქნება მთავარი. როდესაც დამთავრდება სახელმწიფო პროგრამები, რომელსაც ანხორციელებდა სადაზღვევო კომპანიები, ანუ ეს არის 2013 წლის ბოლო, მას შემდეგ უკვე მათ მოემსახურება სახელმწიფო ფონდი, თავისთავად ცხადია, ეს ყველა კლიენტს წაართმევს სადაზღვევო სადაზღვევო ბაზარი ძალიან შემცირდება. ახალი სადაზღვევო პროგრამის მიმართ შენიშვნებიც არსებობს. იქნება სიტუაცია, როდესაც ადამიანები, რომლებიც საკუთარი ჯიბიდან, ხელფასიდან უკვე იხდიან ფულს სამომავლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის რისკების დაზღვევის გამო, მათ სახელმწიფო არ თავაზობს არაფერს. ეს პრინციპი ალბათ არ მიმაჩნია და არ მიგვაჩნია სწორად, ყველას ცოტ-ცოტა, ამას აქვს თავისი ძალიან ბევრი უარყოფითი გამოვლენა ოპერალის ყოველისა ეს მოქმედებს ხარისხზე, მოქმედებს მოსახლეობის ჯიბიდან გადახდებზე. 1 ივლისიდან პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების პროგრამებს გეგმიური სერვისი დაემატება. გაფართოვდება ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების ჩამონათვალი. დაფინანსდება ორსულობა მშობიარობის ხარჯები. საყოველთაო დაზღვევის პროგრამას სამინისტრო მისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან დააფინანსებს.